13 წლის ვიყავი და კალათბურთზე მივდიოდი, მაგრამ რაღაც კალათბურთამდე წასვლის წინ რაღაც სუნთქვაზე დამეწყო პრობლემები. მე ვარ სოფიკო სვანიძე, 5 შვილის დედა. 2022 წლამდე ცხოვრობდი ჩვეული რეჟიმით და 2022 წელს ნოემბერში ცოტა ჩვენი ოჯახის ისტორია შეიცვალა. ეს განაპირობა ანდრიას ამბავმა, ჩემი შუათანიშვილის ამბავმა. მოვიდა ჩემთან შივილით, რომ დედა სუნთქვა მიჭირს, წავიყვანე კლინიკაში. იმდენად ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის, რომ ექიმის შემდეგ ვაპირებდი ისევ კალათბურთზე დაბრუნებას. გადავიღეთ რენტგენი, სადაც საჩვენა რომ ფილტვი და გული იყო უკვე სითხით მოცული. გაკვირვებაში კი ვიყავი, რაღაცას გრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო რა. ექიმი რომ შემოვიდა და მითხრა რა არის სისხლის პრობლემა, ჩემს ბავშვობაში ჩემი ნათესავი არის გარდაცვლილი დაავადება ლეიკემიით და ჩემთვის ეს სიტყვა ზოგადად და ეს ფრაზა ძალიან დამდგუნველი იყო ყოველთვის. ერთადერთი რაც არ მინდოდა გამეგო, ეს იყო რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა ჩემ ცხოვრებაში. ექიმმა მითხრა რომ სავარაუდო ლეიკემიის დიაგნოზით თქვენი შვილი და აი იქ ზუსტად ჩემი ცხოვრება, არ ვიცი, გაჩერდა რამოდენიმე წამი. წავედით თურქეთში, მედიკალ პარკ ბახჩევლიერ, ესეთი კლინიკა არის. იცი რა მითხრა, 2 კვირით უნდა წავიდეთო, ფილტვის ანთება გაქვს. ხვდებოდი რომ ძალიან ცუდ რაღაცასთან მქონდა საქმე, ხვდებოდი რომ ეს ადვილი გზა არ იქნებოდა, მაგრამ აუცილებლად ჯეროდა იმისიც რომ ამ ყველაფერს დავამარცხებდით. იქ გავიგრო ლეიკემია და ცოტა შემეშინა, ცოტა გაუგნებული ვიყავ. იმდენად მოულოდნელი იყო, არ მოულოდი საერთოდ რა. აი არა მეგონა რომ რაღაცა ვიყავი, 5 შვილის დედა ვიყავი მეგონა, მაგრამ იქ უკვე რაღაც ესეთი ის იდგა ჩემ თვალწინ, რომ აი არაფერი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი შვილი ვიცოდი, რომ ისეთ რაღაცას უნდა შებრძოლებოდა, რომ შეიძლება ამის ძალები არ ყოფნოდა, ან მეც არ მყოფნოდა, აი არ ვიცოდი ეს ყველაფერი. სულ მეუბნებოდა, რომ ესე ცუდად არ უნდა გამოვიყურებოდა, იმიტომ რომ მე შეზე ძალიან ცუდად იმოქმედებსო. ჩემი ყოველი დღე იწყებოდა იმით, სამამტყოფო იქნებოდა თუ სახლი, მე ყოველთვის ვიყავი ფორმაში. აი ღიმილით და რაღაც ეს უნდა გამოვიყურებოდა და მართლა იცი ყო, მე ოდედა ჩემი ნახა რომ აი ანერვულებოდა რაღაცა. მე აი ძალიან უფრო მეტად გავტყრებული რა. დავდექით ამ დიდ გზაზე, რასაც კურნალობა ქვია. კურნალობის პერიოდი ხანგრძლივი იყო, 7-8 თვე იყო. დედაჩემ მოსადმოებლად არანაირი დრო არ მომცა, ფეხი დამაყენა და ბრძოლა შევუდექით რა ესე ვთქვათ რა. მაგრამ დედაჩემ არა, ჩემი ოჯახი მთლიანად, ჩემო მეგობრებო. ვინაიდან ანდრიას ჭირდებოდა გადანერგვა, თუ ოჯახის წევრი აღმოჩნდება განსაკუთრებით დაანძმა, ეს არის საუკეთესო ვარიანტი ამ დროს. როდესაც მითხრეს, რომ ანალიზები უნდა ამეღო, ჩვეულებრივად წავედი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ საქმეს ესე ჭირდებოდა. და პასუხად მოვიდა, რომ ელენე უნდა ყოფილიყო ანდრიას დონორი. მე რო გავიგე რომ ელენე იყო დონორი. თითქოს მოველოდი რა, ანუ ერენე მე და ერენე სულ გავდით. აი ყველა მაგას გვეუბნებოდი. თან ყველაზე პატარა არის 7 წლის იყო მაშინ, ეხა უკვე 10 წლის გაგუა. როდესაც გავიგე რომ ანდრიას გადავარჩენდი, გამიხარდა, მაგრამ შიშის გრძნობაც მომაწვა იმ მხრივ, რომ აი ძალიან მეტკინება. რაღაც მომენტებია, სადაც ალბათ შენ თავს ყველაზე მეტად უნდა დაანახა, რომ სუსტი არ ხარ, იმიტომ რომ ერთი შვილიც არ სწორზე გიდევს და მეორე შვილიც არ სწორზე გიდევს. ამ დროს რა უნდა თქვას დედამ, არ ვიცი, ულებრივი ცენტრალური ანესთეზიით კეთდებოდა ეს, რადგან ბავშვი სხვანაირად ამას ვერ გაუძლებდა. 45 ნაჩხვლეტი აქვს, აი ბიოპსიის ნემსი რო წარმოვიდგინოთ, სადაც შესვლა მოხდა და მოხდა უჯრედების ამოღება. სტაუნერული ხა პატარა არ შეეშიდეს თქო და დადგა ის მომენტი, რომ ელენე უნდა ჩაიყვანათ საოპერაციოში. ხოვეც რომ თუ შეიძლება მეთქი, სანამ საოპერაციოში შევამეთქი, რომ ელენეს შემახვედრო მეთქი. ძალიან მინდოდა რომ ელენეს შევხებოდი იმ მომენტში, მაგრამ ვერ შევეხე და შესაბამისად ეს ჩემთვის რაღაცნაირად ანუ მინდოდა რომ ეგრძნო აი ჩემგან წასული მთელი, არ ვიცი, სითბო ენერგია, რომ აი შენთან ვარდენ. ოპერაციამდე დედა როცა დაახერხე, საერთოდ აღარ მქონდა შიშის გრძნობა და მახსოვს პალატაში რო შევდიოდი,
ვიცინოდი რა. და აი ცრემლიც არ დამანახა, ესეთი 7 წლის ბავშვი ესეთი მობილიზებული იყო. სახელი ელენე ნიშნავს ნათებას საერთოდ და დავწმუნდი რომ ჩვენი ცხოვრება გაანათა და ამ შემთხვევაში ანდრიას ცხოვრება მართლა გაანათა. ეს ვენატრებოდა. ენერო საოპერაციო გამოვიდა და სუსტად იყო, მაგრამ ცოტა შემეშინდა, მაგრამ თეთრი იყო. ჩემ ძმას რო შევხედე და რომ მივხვდი რისთვისაც ვაკეთებდი ამ ყველაფერს, აი უფრო მოუძლიერდი. უჯრედების გადანერგვა გაკეთდა და რომ შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ აი ვუყურე როგორ დაიბადა ანდრია, ჩემი შვილი, საშვილოსნოს გარეშე და როგორ ჩამოყალიბდა თავიდან ანდრია, რაც იყო ის, რადგანაც კუნაობის პერიოდში ადამიანი იცვლის თავის შესახედაობას, წონას, ფორმებს, ზომებს და საერთოდ სხვა ადამიანი იყო ჩემ თვალწინ რაღაც პერიოდი რა, ვერ ვცნობდი ხოლმე, აი რო ვყურებდი, რაღაც მიჭირდა. და აი მომენტში, აი როგორც თოთო ბავშვს აქვს ხელები რბილი, აი ზუსტად თოთო ბავშვი იყო, 25 დღის განმავლობაში იწვა საერთოდ, ვერ ჭამდა, ვერ ცვამდა, კათეტერით იღებდა ამ ყველაფერს და ერთადერთი იყო რომ ვუმღეროდი იავნანას და ვეფერებოდი თავზე, აი ჩვენი მთელი ურთიერთობა და ველოდებოდი ანდრიას დაბადებას და 21 დღის მერე დაიბადა გადანერგვიდან, როცა უკვე პირველი უჯრედი წამოვიდა, ლეიკოციტებით, აი ეს უკვე იყო, რომ ეს იყო უკვე ის, რომ დავდექით კარგ გზაზე, ჩემთვის ეს იყო, აი მაშინ რაღაცნაირად მოუწყდი, არ ვიცი, აი პატარა იმედების დაკარგვა იყო, მაგრამ აი ადვილად მიბრუნებოდა დედაჩემის და მამაჩემის და ჩემი ოჯახის ხარჯზე. 14 წლის ანდრია გელაშვილს სჭირდება თქვენი დახმარება, მას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. არ ვიცი, აი მართლა არ მეგულება საქართველოში კუთხე თუ თბილისში რომელიმე ქუჩა ან ოჯახი, რომელმაც შეიძლება ჩვენი ამბავი გულთან ახლოს არ მიიტანა და უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ კომპანიას თუ ადამიანს, ასევე ტელეკომპანია რუსთავიორს, რომ აი ესე ჩვენ გვერდში დადგნენ და აი ესე ძალიან მოკლე დროში ამხელა მობილიზება გააკეთეს და მოგცეს იმის საშუალება, რომ დღეს ანდრიასთან ერთად ვარ და შემიძლია რომ ჩავეხუტო. მიხარია რომ ჩვენ გჯეროდა ერთმანეთის და მიხარია რომ ეს ჩვენ შევწყვეტთ. თავარია იმედიდან ნდობა შენი ოჯახის და შენი მეგობრების, ვინც გიყვარს იმათი ნდობა. იმედი თუ გაქვს, ნებისმიერ რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ რაღაცას დამარცხე.